დიდი მადლობა. გემშვიდობებით, მადლობა. ჩვენ კი განვაგრძობთ გადაცემას მთავარი თემით. M-კვადრატის საცხოვრებელი კომპლექსი ნუცუბიძეზე, რომ უკვე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებში, ისიც მეტყოლებს, რომ 221 ბინიდან ამჟამად მხოლოდ 35 ბინაა დარჩენილი. მშენებლობა 3 თვეში დასრულდება და ბინები სრულად გარემონტებული ჩაბარდებათ მომავალ მაცხოვრებლებს. ჩვენ სულ რამდენიმე წუთში მაიკო ჭაფოძის ჩაგვერთება უშუალოდ ამ კომპლექსში მოწყობილ შოურუმიდან, რაც მაყურებელს კიდევ უფრო მკაფიო წარმოდგენას შეუქმნის M-კვადრატის ამ ახალ ბინებზე. მანამდე კი მინდა მივესალმო ჩვენ სტუმარს M-კვადრატის უძრავი ქონების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი ბურდილაძეს. დილამშვიდობისა, მოგესალმებით. ბატონ ირაკლი, საკმაოდ რთული გადაწყვეტილებაა, არა, როდესაც უნდა შეარჩიო ბინა, იმიტომ რომ გიწევს ძალიან ბევრი ფაქტორის გათვალისწინება, მდებარეობა, პარკინგი, ხედი და ის რომ ეს ყველაფერი ერთმანეთს, ასე ვთქვათ, დაემთხვეს, ძალიან იშვიათად ხდება. როგორი იქნება ეს ახალი კომპლექსი და რაში მდგომარეობს, ვთქვათ, მისი უპირატესობა სხვა ახალაშენებულ კორპუსებს თუ კომპლექსებს შორის? დიდი მადლობა, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კომპანია აგრძელებს თავის ტრადიციას და კვლავ ვადაზე ადრე ასრულებს მორიგ საცხოვრებელ კომპლექსს. ეს გახლავთ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, საცხოვრებელი კომპლექსი ნუცუბიძის ქუჩაზე. ეს კომპლექსი არის უნიკალური იმ კუთხით, რომ თქვათ, გარეკედლების დათბუნების ხარჯზე მიღწეული არის კომპლექსის ენერგოეფექტურობა, რაც დაახლოებით 20-დან 25%-მდე შეუმცირებს ჩვენს მაცხოვრებლებს, ჩვენი კომპლექსის მაცხოვრებლებს კომუნალურ გადასახადებს. ამის გარდა მინდა აღვნიშნო, რომ ეს კომპლექსი დაპროექტებული არის საერთაშორისო სამშენებლო კოდექსის სახანძრო უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით და ეს არის თბილისში ერთ-ერთი თუ ერთადერთი არა დღესდღეობით კომპლექსი, რომელიც შესაბამისობაშია სახანძრო უსაფრთხოების ნორმებით საერთაშორისო სამშენებლო კოდექსთან. გარდა ამისა, თვითონ ამ კომპლექსში დამონტაჟებული იქნება, ეხლა მიმდინარეობს ფინური კომპანია კონეს უმაღლესი ხარისხის ლიფტების მონტაჟი. თვითონ ბინებში ჩვენი პარტნიორი იტალიური კომპანია პენსარეკაზას უმაღლესი ხარისხის სამზარეულოდ ახვდებათ ჩვენს მომხმარებლებს, სადღაც დაახლოებით 3 თვეში ჩვენ დავასრულებთ მშენებლობის პროცესს და დავიწყებთ ბინების ჩაბარებას. როგორც თქვენ აღნიშნეთ, აქ დარჩენილი არის 35 ბინა გასაყიდი. და რა მხელა ბინებზეა საუბარი? აქ ძირითადად არის ერთოთახიანი, უკეთესად ოროთახიანი, სამოთახიანი და არის უფრო მოზრდილი ბინები. ანუ სხვადასხვა ბინებია. საერთოდ საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს M-კვადრატის სხვა კომპლექსებიც. აი, ამ განაპირობებს ყველაფერი იმიტომ თავიდან რომ დაიწყეთ, აი იმის მერე სულ ძალიან მალე იყიდებოდა ყველაფერი შესაბამისად. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ეს არის დანაპირების შესრულება, რა თქმა უნდა. ჩვენ ყოველთვის ვასრულებთ იმას, რასაც პირდებით ჩვენს მომხმარებელს. ანუ ეს არის ვადები, ეს არის ხარისხი და ეს არის, რა თქმა უნდა, მშენებლობის ტემპი. ვადები ალბათ ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია მათთვის, ვინც ვთქვათ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია და გადამწყვეტია ის ყოველი დღე და თვეები, ძალიან ხშირად ამ ვადებში გადაცდენა ხდება. რამდენად დაზღვეული არის ამ შემთხვევაში მომხმარებელი იმისგანაც, რომ მხოლოდ ბინები კი არ ვთქვათ დასრულდება ამ ვადებში, არამედ ინფრასტრუქტურა, ეზო, სადარბაზოები, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ეს პროცესი უფრო იწელება ხოლმე დროში და აღარ მიდის არასოდეს ბოლომდე. ჩვენ შემთხვევაში, ჩვენი კომპანიის შემთხვევაში გამორიცხულია კომპლექსის, ანუ შენობის დასრულება ინფრასტრუქტურის დასრულების გარეშე. ჩვენ ერთდროულად ვამთავრებთ ინფრასტრუქტურასაც და შენობასაც, შეგვყავს შემდეგ მთელი ეს კომპლექსი ექსპლუატაციაში და მას შემდეგ, ასე ვთქვათ, გადავცემთ ბინებს ჩვენს მომხმარებლებს და ამასთან მინდა ისიც გითხრათ, აი კომპანიის წარმატებაზე იყო საუბარი, დავამატებ, რომ ჩვენ გვაქვს გადახდი საკმაოდ მოქნილი პირობები, როგორც თვითონ კომპანია, ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებელს საკმაოდ სერიოზულ ფასდაკლებას ერთიანი გადახდის შემთხვევაში, რადგანაც სრულდება უკვე ეს პროექტი. ამის გარდა ჩვენ პარტნიორ ბანკთან ერთად ჩვენ შეგვიძლია ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ საკმაოდ მოქნილი პირობებით იპოთეკური სესხები. ბატონო ირაკლი, ჩვენ სანამ უშუალოდ გადავინაცვლებთ ამ კომპლექსში მოწყობილ შოურუმში, სადაც უფრო მკაფიოდ ვნახავთ და ადგილზე ვნახავთ, როგორ არის გამოყენებული სივრცე და ვთქვათ, ვისაც თუნდაც უკვე შეძენილი აქვს ბინა და ფიქრობს როგორ მოაწყოს, რანაირად ვთქვათ გამოიყენოს ეს სივრცე. მინდა კითხოთ ასევე კომპლექსის ტერიტორიაზეც და შიდა ეზოზეც, ხო? აი როგორ არის დაგეგმარებული და რა იქნება უშუალოდ მოწყობილი ამ ტერიტორიაზე? კომპლექსის ტერიტორიაზე თვითონ შიდა ეზოში იქნება მოწყობილი საბავშვო მოედანი, სტადიონი, ასევე გამწვანებული იქნება ბუნებრივია ეს ეზო, იქნება პარკინგი პირველ სართულზე განთავსებული ამ კომპლექსის, ხოლო ზედა სართულებზე არის ბინები განთავსებული.
და იმ კვადრატის ნუცუბიძის კომპლექსის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იმყოფება მაიკო ჭაფოძე შოურუმში, საიდანაც გვერდება. მაიკო, რამ ხელა ეს შოურუმი და როგორ არის გამოყენებული სივრცე, რომ დაგვეთვალიერებინე უფრო ახლოს? დილამშვიდობისა, მოგესალმებით. ამ კვადრატის ნუცუბიძის ახალი კომპლექსის ერთ-ერთი ბინიდან, სადაც ეგრეთ წოდებული შოურუმია მოწყობილი. უნდა გითხრათ, რომ მსგავსი ტიპის საჩვენებელი ოთახები, ეკა როგორც ჩვენ აღნიშნე, მომხმარებელს და მყიდველს დაეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში, რათა უფრო კარგად განსაჯოთ, სად დადგათ ავეჯი თუ ტექნიკა. სახლს კი დაგვეთვალიერებინებ შორენა დარჩიაშვილი. დილამშვიდობისა. დილამშვიდობის, მოგესალმებით. ეთილი იყოს პირველ რიგში ჩვენი ხარია თქვენი სტუმრობა. ეხლა ჩვენ ვიყოფებით საჩვენებელი ბინის საძინებელ ოთახში, რომელიც არის 20 კვადრატული მეტრის, ანუ საკმაოდ ისეთი ვრცელი და დიდი საძინებელი ოთახია. ეს ბინა არის მთლიანად 67 კვადრატი. და ამ ბინის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ეს არის გამჭოლი. როგორც წესი, საძინებლიანი ბინები არის ხოლმე სამხრევი ორიენტაციის. შესაბამისად, ოთახების ფართებიც უფრო დიდია და უფრო ესეთი გახსნილი სივრცეა და კარგად განიავებადი. აქეთ არის საბაზარი. საბაზანა, რომელიც არის 6 კვადრატამდე საკმაოდ დიდი ესპანური კაფელით, ძალიან ესეთი ორიგინალური საშხაბე კუთხით მომზადებული იტალიური MDF-ის კარი, ესე ვთქვათ. ყველა სახლი ბარდება თუ არ ვწდები, სველი წერტილი ყველა სახლშია დამოკიდებული. ყველა სახლში არის, რა თქმა უნდა, ესეთი მოწყობილი სველი წერტილი, თავისი აქსესუარებით, თავისი შემრევებით, აი როგორი სახითაც არის წარმოდგენილი. და გადმოვინაცვლეთ ახლა სტუდიოს ტიპის სივრცეში. აქ არის სადღაც 25 კვადრატი დაახლოებით და ჰოლის მხარი არის სადღაც 12 კვადრატი, ანუ ჯამში სადღაც 37 კვადრატზე გადის. თქვენ ხედავთ ალბათ აქ არის წარმოდგენილი ავეჯი, ტექნიკა, სანათები, ეს არის ჩვენი პარტნიორი კომპანიების მიერ მოწოდებული ავეჯი და ტექნიკა და ჩვენს მომხმარებლებს იცით ალბათ, რომ ჩვენ გვაქვს კლუბის წევრის ბარათი და ბინის მოწყობა ძალიან უადვილდებათ, იმიტომ რომ არჩევანი ძალიან მრავალფეროვანია და ფასები ძალიან მისაღები სპეციალური განსაკუთრებული ფასები მათთვის. შარინა, კიდევ ერთხელ რომ ავღნიშნოთ, მას შემდეგ რაც ბინას შევიძენთ ამ კვადრატის ახალ კომპლექსში, რა დაგხვდება? ბინა გვხვდება სრულად გარემონტებული, მოწყობილი აბაზანით და ასევე, როგორც ხედავთ, სამზარეულოს ავეჯი თავისი ჩაშენებული ტექნიკით. თუ საიდუმლო არ არის, იყიდება თუ არა ეს ბინა და შეგვიძლია თუ არა მისი ასეთი გაწყობილის შეძენა? ეს ბინა ამ ეტაპზე არის თავისუფალი. რა თქმა უნდა, შეიძლება ამის შეძენა, სადღაც $69,000-დან იწყება ესეთი ტიპის ბინების ფასი, გააჩნია სართულს და, ავეჯი რაც აქ არის წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, სრული შემთხვევაში ძალიან კარგ ფასად შეუძლია მომხმარებელს შეიძინოს. ასევე დავამატებ, რომ ჩვენ გვაქვს ახლა გრილი აქცია 15 აგვისტომდე და ყველა მსურველს, ვისაც მოუნდება ბინის შეძენა, ჩვენ თავაზობთ როგორც ენერგოდამზოგავ ტექნიკას საჩუქრად, ან შეუძლია ერჩიოს 5 ვარსკვლავიან სასტუმროში დასვენება. შარენა, აღსანიშნავია ისიც, რომ სურვილის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია შეგიკვეთოთ და სახლი გაგვიწყოთ თავიდან ბოლომდე თქვენი პარტნიორი კომპანიების მიერ. მოდი რომ გითხრათ, რა შედის ამ მომსახურებაში. ეს კონკრეტულად ეს ბინა არის ჩვენი დიზაინერების გემოვნებით შერჩეული და ასე ვთქვათ, ესეთი ტიპის ბინები ყველა კომპლექსში გვაქვს შესაბამისად, რაც მომხმარებელს ძალიან უადვილებს, ასე ვთქვათ, არჩევანის გაკეთებას. როგორც იცით, ჩვენ ქავთარადის პირველ ნომერში გვაქვს ძალიან დიდი შოურუმი გახსნილი, სადაც საჩვენებელი ბინებია წარმოდგენილი და ყველა პროექტის მასალები და იმ სივრცეში ძალიან მარტივი ამ ყველაფრის გაკეთება. იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად ავეჯს შეგიკვეთავთ თქვენ, ვრცელდება თუ არა რამე ფასდაკლება? ავეჯს ჩვენ პირდაპირ შეკვეთას არ ვიღებთ, შეკვეთა ხდება უშუალოდ პარტნიორებთან, მაგრამ ძალიან ექსკლუზიური ფასებით არის ეს ყველაფერი ჩვენი მომხმარებლებისთვის. ჩვენმა სტუმარმა და ჩვენმა წამყვანებმა აღნიშნეს, რომ დაახლოებით 35 ბინა არის დარჩენილი გასაყიდად. ამის შესახებაც რო გითხრა, როგორი ტიპის ბინები არის დარჩენილი, რა ფასებად და ასე შემდეგ. დაახლოებით კვადრატულის მეტრის ფასებით თუ ვიტყვით, გარემონტებული ბინა ესეთი დასრულებული სახით $1,100-დან იწყება ფასი. და არის ერთსაძინებლიანი ბინები, არის ესეთი ტიპის ბინები, ესეთი არატიპიური ერთსაძინებლიანი და არის 55 კვადრატულიდან იწყება ერთსაძინებლიანი, რომელსაც აქვს იზოლირებული სამზარეულო. ანუ არჩევანი არის როგორც სტუდიოს ტიპის ბინებზე, ასევე ცალკე იზოლირებული სამზარეულო. ძირითადად არის უფრო ერთსაძინებლიანები, გვაქვს რამდენიმე ორსაძინებლიანი ბინა დარჩენილი. მოდი ყურადღება გავამახვილოთ პლასტიკურ ბარათზეც, რომელიც ძალიან მისაღებია და ძალიან კარგი არის თუ გვექნება. დიახ, მე როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ანუ ეს არის კლუბის წევრის ბარათი, რომელსაც აუცილებლად გადავცემთ მომხმარებელს ბინის შეძენის მომენტში. ვამზადებთ და გადავცემთ, სადღაც 30 კომპანია შედის ამ კლუბში და ჩვენს მომხმარებლებს 30-ზე მეტ კომპანიაში შეუძლიათ ძალიან კარგი ფასდაკლებებით სარგებლობა. მოდი აქცია კიდევ ერთხელ დავაანონსოთ, რომელიც 15-მდე ვრცელდება, 15 რიცხვამდე ვრცელდება და დაგემშვიდობებით.
15 აგვისტომდე ვინ შეიძენს ჩვენთან გარემონტებულ ბინას, ნებისმიერ კომპლექსში არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ნუცუბიძე, სადაც ახლა ვიმყოფებით, ყაზბეგი იქნება, თამარაშვილი იქნება თუ ოპტიმაისანი, ჩვენ გადავცემთ ენერგოდამზოგავ ტექნიკას, კონკრეტულად კონდიციონერს, ან შეუძლია აირჩიოს დასვენება სასტუმროში, 5 ვარსკვლავიან სასტუმროში 5 ღამით. საქართველოში. საქართველოში, დიახ. მადლობა შარენა, დაგემშვიდობები, მე დავემშვიდობები ჩვენს მაყურებელსაც და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დარჩენილია მხოლოდ 35 ბინა, ასე რომ ვისაც სურვილი გაქვთ სექტემბრიდან გადმოპარკდეთ და გადმოცხოვრდეთ ახალ ბინაში, მაშინ იჩქარეთ. ნამდვილად ბევრს გაუჩნდებოდა ამის სურვილი, მით უმეტეს ესეთ შოურუმი დაგოთვალიერებინა, შედი და იცხოვრე, ქვია. ზუსტად. ნახეთ, 67 კვადრატი როგორ იყო გადანაწილებული და გამოყენებული ამ შოურუმის და კონკრეტულად ამ ბინის მაგალითზე. ბატონო ირაკლი, კიდევ ერთხელ რომ ვუთხრათ, ესე იგი მაყურებელს, როდის იგეგმება სრულად ამ ბინების ჩაბარება სექტემბრის კომპლექსი დასრულდება სექტემბრის ბოლოს და სექტემბრის ბოლოდან დაიწყება ბინების ჩაბარება უკვე მათზე, ვისაც შეძენილი აქვს ეს ბინა. და შემდეგ ალბათ აპირებთ კიდევ სადმე ახალს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენ საქმიანობას და ვიწყებთ წელს დავიწყებთ სავარაუდოდ 2 ახალ პროექტს და ამასაც დავაანონსებთ ჩვენი ერთგული მოხმარებლებისთვის. და მთლიანად საკმაოდ ბევრ ადგილას გაქვთ, ხო აშენებული, უკვე რამდენია? ეს არის მესამე კომპლექსი, რომელიც დასრულდება. აქამდე 2 კომპლექსი დავასრულეთ, ერთი ჩუბინაშვილის ქუჩას და მეორე იპოდრომთან და ამის გარდა საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. და ამის გარდა ჩვენ სამშენებლო ფაზაში გვაქვს კიდევ 3 პროექტი ამჯერად, ნუცუბიძის პროექტის გარდა. და როგორც გითხარით, წელს დავიწყებთ კიდევ 2 პროექტის სამშენებლო ფაზას. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებულ დღეს გისურვებთ. თქვენ კი ჯერ კიდევ გაქვთ შანსი, რომ მოხვდეთ და იყოთ მაცხოვრებელი ამ ახალი კომპლექსისა, რომელიც ნუცუბიძეზე შენდება.